პრინციპები. ევროკავშირის სახელით და ევროპული ინტეგრაციის იდეის გამოყენებით ევროპარლამენტმა პრაქტიკულად ხაზი გადაუსვა ქართველი ხალხის მიერ ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს და შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეას. რასა იუკნევიჩიანის მიერ მომზადებული ანგარიშით ევროპარლამენტმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლება არა ქართულ ხალხს, არამედ ბრიუსელის პოლიტიკურ ბიუროკრატიას ეკუთვნის, რომ სწორედ მას შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ უნდა მართავდეს საქართველოს და რომელი ხელისუფლებაა მისთვის მისაღები. ეს წარმოადგენს დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უარყოფას. დემოკრატია ეფუძნება ხალხის სუვერენულ ნებას, ხოლო ევროპარლამენტი პრაქტიკულად ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის არჩევანის ნაცვლად ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის ნდობით უნდა განისაზღვროს. ასეთ მიდგომაში იკვეთება არა თანასწორ პარტნიორთა კავშირის, არამედ ფეოდალური ვასალიტეტის ლოგიკა, რომლის მიხედვითაც სუვერენიტეტი ხალხის ბუნებრივი უფლება კი არ არის, არამედ ზემოდან მინიჭებული პრივილეგიაა. ამგვარად, პრაქტიკულად ევროპარლამენტმა თავის ბოლო ანგარიში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე. უპრეცედენტოა ისიც, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მოქმედი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე არ გააჩნია სახელმწიფო უფლებამოსილება, ქვეყნის ლეგიტიმურ წარმომადგენლად მოიხსენიებს, ხოლო ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს დე ფაქტო ხელისუფლებად აცხადებს. მსგავსი დამოკიდებულება უპატივცემულობა 2.100.000 ამორჩევლის მიმართ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პოლიტიკური ნება გამოხატეს. ევროპარლამენტის რეზოლუცია მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს არ უპირისპირდება. ის პირდაპირ ეხება საქართველოს სახელმწიფოს მეორე ისტორიულ საყრდენს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ანგარიში ეკლესიის მოხსენება რუსული რელიგიური ქსელებისა და გავლენის ოპერაციების კონტექსტში წარმოადგენს ოფიციალური ევროპული ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკლესიაზე პირველ ღია თავდასხმას და შეურაცხყოფას აყენებს მილიონობით მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს. ამასთან ეს საშიში პრეცედენტი აჩენს განცდას, რომ ევროპარლამენტს, როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც პირველს მოასინჯინეს ნიადაგი მსგავსი თავდასხმებისთვის. ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ქართულ ეკლესიაზე ერთდროული შეტევა არსებითად არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე. როდესაც ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მმართველი პოლიტიკური ძალები ასე დეზინფორმაციასა და პოლიტიკურ დივერსიას დუმილით ან მხარდაჭერით პასუხობენ, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ისინი ვერ შეძლებენ თავად ხელი დაიბანონ და პასუხისმგებლობა ყველასგან მოძულებულ ევროპარლამენტს გადააბრალონ. ამიტომ ჩვენთვის პრინციპულია, რომ ევროკომისია თავშივე გაემიჯნოს ევროპარლამენტის მხრიდან ქართულ ეკლესიაზე ამგვარ უხეშ თავდასხმას. ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიას ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი საქართველოსთან დიალოგის აღსადგენად. ამისთვის აუცილებელია შეწყდეს ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკა, დასრულდეს დეზინფორმაცია საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, სრულად იქნეს აღიარებული საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი და განუხრელად იქნეს დაცული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები. ფარისევლობაა, როდესაც ერთი მხრივ ევროპარლამენტი უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას გმობს, ხოლო მეორე მხრივ თავად ცდილობს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი ქართველი ხალხის ნაცვლად გადაწყვიტოს. საერთაშორისო სამართლისა და ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპების ასეთი შერჩევითი გამოყენება ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი უარს ამბობს სახელმწიფოთა თანასწორობისა და ხალხთა თავისუფალი ნების პატივისცემაზე და მსოფლიოს იმ ეპოქისკენ აბრუნებს, როდესაც ხალხების ბედს მეტროპოლიები განსაზღვრავდნენ და არა თავად ამ ქვეყნის მოსახლეობა.
ალბათ. ბატონო, ვისაუბრეთ ევროპარლამენტთან დაკავშირებით და თქვით, რომ პირველი სიუჟეტი ესე ვთქვათ, ნიადაგი თავდასხმასთან დაკავშირებით, როდეში მინახეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელსაც აქტიურად საუბრობთ დაკავშირებით, რომ გადაწერილია ევროპარლამენტისგან. როგორ შეაფასებთ ამ რეზოლუციას, იგივე მოთხოვნები, იგივე მოწოდებები, რის გამოც საქართველოს საკითხებზე მოგვიანებით პასისთან თანამშრომლობაზე რასთან გვაქვს საქმე, ახლა ამ პოლიტიკას რატომ შეუერთდა ევროსაბჭოს? უბრალოდ ყოველთვის მე მგონი ყოველთვის ცხადია, რომ ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთმანეთისგან არსებითად აღარ განსხვავდება. ეს არის ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მართავს ამ ორივე ინსტიტუციას და აქცევს იარაღად ქართველი ხალხის წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკური დრისტესრიგის გასატარებლად. ორივე ინსტიტუციაში წამყვან ჯგუფს წარმოადგენს ევროპული სახალხო პარტია და სხვა ასეთი ჯგუფები და ორივე ეს ინსტიტუცია იმართება ერთი პოლიტიკური ცენტრიდან, რომელსაც თავისი მავნე გეგმები აქვს საქართველოსთან მიმართებით. ამიტომაც არის, რომ ფაქტობრივად ეს არის ერთმანეთისგან გადაწერილი ტექსტები, იქნება შთაბეჭდილება, რომ მომხსენებლები ერთ ჩატში არიან და ერთად მათ უზიარებენ და უგდებენ ტექსტებს, რომელიც შემდეგ უნდა გაჟღერდეს სხვადასხვა რეზოლუციებით თუ ტექსტებით. ამიტომაც არის, რომ ჩვენ თავშივე ვნახეთ, რომ პასესთან მიმართებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მიმართებით, მაშინ როდესაც მათ დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი, სუვერენიტეტი, რომ ხალხმა თავად გადაწყვიტოს ვიზით იყოს მათი ხელისუფალი, დაარღვიეს და დღემდე არღვევს ამას პასე, რა თქმა უნდა, ჩვენი დელეგაცია ამიტომაც არ მონაწილეობს. რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხს, ხაზგასასმელია ერთი რამ, რომ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია არის პირველი ოფიციალური ევროპული ინსტიტუტის პირველი ოფიციალური ტექსტი, სადაც მოხდა ღია თავდასხმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე. და მე ვფიქრობ, რომ სხვა შემთხვევებიც რომ გავიხსენოთ, რომ ევროპარლამენტს, რომელსაც ასე დროს ყველაზე უხეშ, ყველაზე ანტიქართულ ნაბიჯებს ადგენენ ხოლმე, ამ შემთხვევაშიც მოასინჯინეს ნიადაგი საქართველოს ეკლესიაზე სამომავლო თავდასხმებისთვის. თუ კი აქამდე ეს თავდასხმები იყო ინდივიდუალური ხასიათის, გახსოვთ გერმანელი პოლიტიკოსი, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ბუნდესტაგის მიხაილ როთი, რომელიც თავს დაესხა ქართულ ეკლესიას, გახსოვთ სხვათა განცხადებები მსგავსი ინდივიდუალური, დღეს ჩანს, რომ ეს არის გადადიან უკვე შემდეგ ეტაპზე, საქართველოს ქართულ ეკლესიაზე თავდასხმის შემდეგ ეტაპზე და ევროპარლამენტს, როგორც ყველაზე მოძულებულ ინსტიტუციას, მოასინჯინეს ნიადაგი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში აქვე გაემიჯნოს მსგავს თავდასხმას. აქ პილატესავით ხელს ვერავინ ვერ დაიბანს ამ უმსგავსო ქცევაში საქართველოს ხალხის და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, ამიტომ კიდევ ერთხელ ამ საქართველოს ეკლესიაზე ევროპარლამენტის მხრიდან თავდასხმის არ გამიჯნა, ნიშნავს მასზე დათანხმება და სწორედ ასე განვიხილავთ სამომავლოდ ამგვარ მიდგომებს. როგორც ცნობილია, შესაბამისი საკითხები ინიციატივა დეპუტატთა პალატაში უკვე განხილვის გარეშე დამტკიცდა დაფასება უნდა განხილოს ეს პროცესი, რაც ნიშნავს სუვერენიტეტის დახმობა და შესაბამისი საკითხები ინიციატივის დამტკიცება. ხო, ჩვენ იმას ვჩიოდითო სამწუხაროდ ზოგიერთი ბრიუსელში ევროინტეგრაციას უყურებს როგორც სუვერენიტეტის შეზღუდვას და თურმე სუვერენიტეტის შეზღუდვა კი არა, საერთოდ სახელმწიფოს გაუქმებაზე მიდგა საქმე მოლდოვის შემთხვევაში. და როდესაც ადარებენ საქართველოს მოლდოვას, ეს არის ერთ-ერთი და მთავარი საკითხი, რაც თავშივე ხაზს უსვამს, რომ შეუძლებელია საქართველოს და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება, მაშინ როდესაც მოლდოვის ხელისუფლებას არაფრად მიაჩნია საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ფაქტობრივად აღიარებენ 35 წელი, აბა რას საშენებდნენ, რა ქვეყანას აშენებდნენ, რა სახელმწიფოებრიობას ქმნიდნენ, როდესაც ეხლა ამბობენ, რომ არანაირი მნიშვნელობა სახელმწიფოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას მათთვის როგორც ჩანს არ ქონია. ეს მათი ნება არის, მაგრამ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ერთი რომ ადარებენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას მოლდოვის გზასთან, ეს შეუძლებელია შეადარო, დავწმუნდით უყველა, რომ მოლდოვის ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოების დამოუკიდებლობა არ მიაჩნია ღირებულებად
ჩვენ სხვა მდგომარეობაში ვართ, ჩვენ 1000-ლოვანი სახელმწიფო, უწყვეტი სახელმწიფოებრივი ისტორია გვაქვს და ჩვენ ახლა ასეთი დამოკიდებულება ქართულს ვერც კი დაესიზმრება, მიფიქროს, რომ შეუძლია საკუთარი სახელმწიფო გააუქმოს რაღაც ევროპული იდეის გამო. ეს ერთი და მეორე ეს აჩვენებს ერთ რამეს კიდე, რომ აჩვენებს რეალურად რა ხდება ევროკავშირის გაფართოების თემას. ეს აჩვენებს, რომ მოლდოვას როგორც ჩანს არ აქვს იმედი, რომ სერიოზული განზრახვები დგას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მოლდოვას, რომელსაც ხედავთ, დემონსტრაციულად აცხადებენ რამის სანიმუშო მოწაფედ ევროინტეგრაციის პროცესში, ეს საუბარი, რომ საკუთარი სახელმწიფოს გაუქმების და რუმინეთის შემადგენლობაში შეყვანით შევიდნენ ევროკავშირში, ნიშნავს, რომ მოლდოვა ეძებს გვერდით შესასვლელს ევროკავშირში, ვინაიდან როგორც ჩანს, ის რაც გარეთ არ ითქმის, შიგნით ყველა ხვდება, რომ ევროკავშირის გაფართოების განაცხადი, ღია განაცხადს, როგორც ჩანს, ბრიუსელს ნენელა ეს განაცხადი უკან მიაქვს. გუშინაც თქვი, რომ მისასალმებელი არის ქალბატონ ჟორჟოლიანის მიამიტური გულწრფელობა, რომელთაც ის კვლავ თავის ასე ვთქვათ ახალ ამბიციებს აცხადებს პოლიტიკაში. მან განაცხადა, რომ ეს დღეები გამოიყენა იმისთვის, რომ ხალხთან, ოჯახებთან ურთიერთობა ჰქონოდა და აღმოაჩინა აგერწლების თავზე, რომ თურმე ქართულ სუფრასთან, როდესაც ოჯახები, მეგობრები იკრიბებიან, პირველ სადღეძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ. და შემდეგ შვიდობას და საქართველოს და ეს სინამდვილეში ამან გვაჩვენა და დასვა დიაგნოზი, სად რამხელა უფსკრული არის აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართულ ხალხს შორის. რომ ადამიანებს ის კი არა რომ არიციან რა ეკონომიკური საზრუნავი აქვს ხალხს, რა პოლიტიკური საზრუნავი აქვს, რა შიშები აქვს, რა ოცნებები აქვს, რაზე ფიქრობენ, ეს არათუ ეს არიციან. ელემენტარული საბაზისო საკითხი არიციან და ახლა აღმოაჩინეს, რომ ქართულ სუფრაზე პირველ სადღეძელოდ უფლის სადიდებელი ითქმის. ასე რომ მადლობა მას ამისთვის მან ფაქტობრივად თავარი სათქმელი მე მგონი უკვე თქვა ჩვენი საზოგადოებისთვის და საბოლოოდ დასვა ამ აგენტურული პოლიტიკური ჯგუფების დიაგნოზი. რაც შეეხება შემდეგ მათ ნაბიჯებს, კიდევ ერთხელ ეს არის მთავარი პრობლემა. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ საქმე არ გვაქვს ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც ვინმე საერთოდ წარმოადგენენ, ესენი არიან აგენტურული ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ გარედაკვეთით და გარედაკვეთი როგორც იქნება და როგორც და ერთადერთი რაზეც მათ მოძდით კამათი ერთმანეთთან, არის კამათი არა იმაზე, როგორ მოაწონონ თავი ქართულ ხალხს, არამედ ვინ და როგორ მოაწონებს თავს გარეთ ძალებს და ვინ იქნება უკეთესი შემსრულებელი მათი დაკვეთების და ვინ უფრო მეტ ნადავს მიართვებს ლანგარით უცხო პოლიტიკურ ჯგუფებს. მინისტრი წარსდგება აქამდე წინაშე წლიური ანგარიში და მთავარი საქმე როგორ ფიქრობთ რა ექნება? საქართველომ აჩვენა გამორჩეული მედეგობა იმ საერთაშორისო კრიზისების ფონზე, რომელსაც ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვაკვირდებით იმის გამო, რომ ქვეყნები, ვინც პასუხისმგებელი იყვნენ საერთაშორისო წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, არ აღმოჩნდნენ სათანადო პასუხისმგებლობის სიმაღლეს. თავის სიმაღლეზე რო ყოფილიყვნენ და საკუთარი ხალხის ნების განმახორციელებელი რო ყოფილიყვნენ ის ქვეყნები, რომელსაც ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა აქვთ სამ სოფლიოში,
არ იქნებოდა არც რუსეთ-უკრაინის ომი, არ იქნებოდა სხვა კრიზისები და მეტად უკეთესად იქნებოდა დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ერების ცხოვრება. მაგრამ სწორედ აი ამ გამოწვევების ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენა გამორჩეული მედეგობა და არათუ კრიზისები შეიქმნა ჩვენთან, როგორც ეს მოხდა ევროკავშირში, როგორც ეს მოხდა ახლო აღმოსავლეთში და ქვეყნებში, ვინც ამ კრიზისის და ომების გარშემო ცხოვრობენ, არამედ პირიქით, საქართველოს შეძლო ამ პერიოდში აეჩქარებინა საკუთარი ეკონომიკური განვითარების ტემპები, უზრუნველყო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ფაქტობრივად ცეცხლის რკალში ყოფი ერთადერთი მშვიდობის კუნძული ყოფილიყო ამ რეგიონში. ამიტომ, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს ექნება საუბარი ამ მიღწევებზე, ექნება საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დღეს სწორედ აი ამგვარი გონივრული პოლიტიკის შედეგად კრიზისებს კი არ ვებრძვით, როგორც ამას ევროკავშირის ქვეყნები აკეთებენ და ევროკავშირი, რუსეთი, ახლო აღმოსავლეთი ყველა დღეს საფიქრალი აქვს, როგორ ამოვიდნენ იმ ეკონომიკური სტაგნაციიდან, სადაც იმყოფებიან. საქართველოს პირიქით ეკონომიკურად ეკონომიკის ზრდის ტემპებით არის ლიდერი, არა მხოლოდ რეგიონში, ევროპაში და კონტინენტზე. ერთი მხრივ და მეორე მხრივ ფიქრობს სამომავლო გეგმებზე და რეფორმებზე, განათლების სისტემის რეფორმაზე, სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმაზე, ახალი იდეების განხორციელებაზე სახელმწიფო მართვის სტრუქტურებში და პროცედურებში, ასე რომ ეს იქნება მოხსენება, რომელიც აჩვენებს თუ რას ნიშნავს გონივრული პოლიტიკა და რამდენად გაუმართლა საქართველოს, რომ ამ კრიზისულ პერიოდში ქვეყანას მართავს ქართული ოცნება და არა ის აგენტურული ქსელები, რომელიც მოყვანაც ასე ძალიან უნდა ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. ბიუროკრატიის ხარისხი საქართველოს სოფლიოში 64 ადგილზე არის და ევროსაბჭოს შორის თქვენთვის როგორ ხდება რა პოლიტიკის შედეგი არის ეს? ეს არის მათ შორის იმის შედეგი, რომ ჩვენ შევწყვიტეთ მავნე რეკომენდაციების გაზიარება, რომელიც სწორედ მმართველობის სისტემას ეფუძნებოდა. მათ შორის საპარლამენტო დონეზე, ახალი რეგლამენტით, მათ შორის აღმასრულებელ დონეზე და ეფექტიანობასთან ერთად საქმიანობა ხელისუფლების გახდა მეტად გამჭვირვალე, მოქალაქეზე ორიენტირებული, სწრაფი და შედეგიანი, რაც თავარია. ასე რომ ეს არის სწორედ გამოვლენა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ხალხი და საქართველოს იგებს მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უსმენს ქართულ ხალხს და არა უცხო ხალხების წარმომადგენლებს. და კითხოთ ასევე სავალუტო ფონდთან დაკავშირებით, საუბარია რომ საქართველოში არის მუშაობის დონე ისტორიულ მინიმუმზე არის შემცირებული ეს მსგავსი პროცესი. თავისთავად ეს გონივრული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აწარმოა ბრიუსელის ზეწოლის მიუხედავად, როდესაც ჩვენ გვითხრევდნენ ესკალაციაში და უნდათ რომ საქართველოს ყოფილიყო დაპირისპირების ნაწილი, რომელშიც საკუთარი უგუნური ქმედებებით შეიყვანეს მთლიანად კონტინენტი, არ მოусმინეთ ბრიუსელს და ვიღებთ შედეგად იმას, რომ ჩვენთან უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე, სიღარიბის მაჩვენებელი არის ისტორიულ მინიმუმზე, ერთსულ მოსახლეზე მთლიან შინაგან პროდუქტი არის ისტორიულ მაქსიმუმზე. აი ეს არის დამოუკიდებელი სუვერენული პოლიტიკის შედეგი. იქ სადაც ეროვნულ ინტერესებზე იზრუნებ იქნები მოგებული, იქ სადაც იფიქრებ იმაზე, რომ ბრიუსელს როგორ ასიამოვნო, იქ იქნები წაგებული. ბარგაშოვა სიძულვის ენის საფუძველზე ერთ-ერთი შეიძლება როგორ მუშაობს დეპარტამენტი თქვენ ამ დეპარტამენტის საქმიანობას როგორ აფასებთ, იმიტომ რომ თვითონ რომ ნამდვილი საფუძველი სასამართლოშია ადმინისტრაციული საქმეები და აი პროცესი შეგვიძლია ნამდვილად იყო თავის დროზე დეპარტამენტის შექმნის საჭირო. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ როგორც შეასახთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სულ რაღაც ორ კვირაში ამ სამართლოს ამოქმედების დღიდან სულ რაღაც ორ კვირაში რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის ასე ვთქვათ გამოხატულება სოციალურ მედიაში. და აღმოჩნდა თურმე
რა ადვილი ყოფილა ამ პრობლემის გადაწყვეტა. თურმე როგორ გვახვევდნენ თავს გამოხატვის თავისუფლების სახელით სინამდვილეში ჩვენი სინამდვილეში დაპირისპირების და საზოგადოების გავლენის ქვეშ მოქცევის ინსტრუმენტს. სიძულვილი და სიძულვის წახალისება, რომელიც დღეს იქცა სიმბოლოდ პროევროპულობისა, სინამდვილეში არის ინსტრუმენტი ერების დაქვემდებარების, ვინაიდან ეს პრინციპი, რომელიც ჯერ კიდევ ძველ რომში მოქმედებდა, ეს პრინციპი მოქმედებს დღესაც, გაყავი და იბატონი. აი ესე ყოფდნენ იმისთვის, რომ ებატონათ ჩვენზე და დაემორჩილებინათ, გამოერიცხათ ტვინები ადამიანების და დაემორჩილებინათ მათი გენერალური ხაზისთვის. ვინაიდან სიძულვის ენის მთავარი მიზანი, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ადამიანების დათკუნვა, ბულინგი, რომ მათ საკუთარი აზრი არ გამოეხატათ მათ შორის სოციმედიაში ამ ბულინგის შედეგად. აი ეს მოგვიტანა აი ამ პროევროპულმა მიდგომებმა ვითომ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. და თქვენ ნახეთ, რომ ეხლა მაისში იყო საია დამარცხდა სტრასბურგში, სწორედ იმიტომ იცავდა სიძულვილის ენას და სტრასბურგმა ძალიან კაფიოდ თქვა, რომ სიძულვილის ენა ეს არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი და წარმოიდგინეთ, რომ საია ვისი ფულით აკეთებდა ამას. ბრიუსელის დაფინანსებით ცდილობდა საქართველოში ლანძღვის, გინების, სიძულვილის ენის დაცვას და დამკვიდრებას ბრიუსელის დაფინანსებით. აი ვიცი ხა ეს თუ არ ცხენია იმ ელჩებს, რომელიც აფინანსებდნენ ამ ორგანიზაციას და ასეთი მხილება, რომ მათი ფულით იყო მცდელობა, თუ არა მხოლოდ წახალისება სიძულვილის ენის, არამედ ოდესაც ამაზე სახელმწიფოს ჰქონდა რეაქცია, ეს რეაქცია დაეთრგუნათ იმისთვის, რომ ქონოდა მეტი შესაძლებლობა სიძულვილის ენას, ამაში დახარჯეს ევროკავშირის მოქალაქეების ფული, გადასახადის გადამხდელების ფულს ხარჯავდნენ სიძულვილის ლეგალიზებაში და ნორმალიზებაში. ასე რომ აქაც დადასტურდა თუ ვის მხარეზე დგას ხოლმე უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები და კარგია რომ საზღვარგა ამ საკითხის ძალიან მკაფიო პასუხი გასცა. მინდა გითხრათ ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთს შორის განვითარებულ პროცესებზე ჩვენ თავდაპირველად ვიხილეთ ეგრეთ წოდებული სახელშეკრულება ურთიერთობები, ამის შემდგომ იყო გაგლოებისა და პუტინის შეხვედრა და ამის ფონზე თქვენი ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ ანექსიის პროცესი კიდევ უფრო ხმავდება და რომ მართო პარტიას არ აქვს შესაბამისი პასუხი ამ ყველაფერზე. თქვენ ოპონენტებს რას უპასუხებთ პირველ რიგში და მართლაც რა პასუხი უნდა ქონდეს ახლა ხელისუფლებას? თავისთავად ეს არის მიმდინარე შედეგები იმ ოკუპაციისა, რომელიც თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობის, უგუნური პოლიტიკის, გარედან წაქეზებული პოლიტიკის შედეგად რის წინაშე საქართველოს დადგა და სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების ამოცანა, რომ ეს ოკუპაცია არ გადაიზარდოს ანექსიაში. და ამისკენ გვიბიძგებდნენ 2022 წელს თქვენ რა გონიათ, აბა რომ გვეუბნებოდნენ ესკალაციაზე, გვიბიძგებდნენ რუსეთის წინააღმდეგ, ამის შედეგი რა იქნებოდა? ამას ყველა ხვდებოდა. ასეთ სულელი არავინ არ არის ბრიუსელში, რომ ვერ მიხვდარიყვნენ რას ნიშნავს ესკალაცია და რა შედეგები შეიძლება ამას მოეტანა და ამას ავარიდეთ თავი მაშინ, როდესაც აი ამ შენობაში, აი ამ საპარლამენტო დარბაზში, წინა მოწვევაში რადიკალურ აგენტურულ ჯგუფებს ჰქონდათ მცდელობა, რომ პარლამენტის გამოყენებით შევეთრიეთ ესკალაციაში და დღეს ჰქონოდა ისეთ შედეგები, რომლის გამოსწორებაც იქნებოდა კიდევ უფრო მძიმე. ასე რომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს გამოწვევა, რომელიც ჩვენ ოკუპაციის სახით გვაქვს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს და შესაბამისად ყველა ამგვარი სხვა თამდევი გამოწვევებიც ოკუპაციასთან ერთად დასრულდება. ელენე ხოშტარიასაც მინდა რომ გითხოთ ბოლო პერიოდის განმავლობაში მისი ადვოკატის ოკუპაციის დასრულებასთან ერთად დასრულდა. დიახ. მინდა გითხოთ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, როგორც მისი პარტიის წევრები, ასევე მისი ადვოკატი აცხადებს, ჟანმკლოდ მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება და შესაძლოა რომ ელენე ხოშტარიას მოუწიოს ეპილში ჩაჯდომაც, ყოველ შემთხვევაში ამას ამბობენ ისინი და ამ ნაწილშიც ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. თქვენ რა შეგიძლიათ ამ საკითხზე? ელენე ხოშტარიასთვის ისევე როგორც სხვა მსჯავრდებულისთვის შექმნილია სათანადო პირობები პენიტენციურ დაწესებულებაში
ერთი სხვი და მეორე სხვი თუ კი ვინმეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, აქვს სათანადო უფასო სახელმწიფო სამედიცინო მომსახურება, ისევე როგორც სხვა ჯავრდებულებს. ასე რომ ელენე ხოშტარიას მიმართ რაიმე სხვა სახის მიდგომები არ არის, თუ კი აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, სახელმწიფო უფასოდ აწვდის მას ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რაც მას ჭირდება, ისევე როგორც ამას აკეთებს ყველა ჯავრდებულის მიმართ. ბატონო შავა, რამდენიმე კითხვა მინდა რომ დაგისვათ. უპირველეს ყოვლისა ეროვნულ საბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით მინდა რომ გითხრათ იქ საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ევროსაბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი არის ქართული ოცნების პოლიტიკა და რას აპირებთ. იყო საუბარი დიალოგზეც მათ შორისაა, წინაპირობები იყო დასახელებული პატიმრების გათავისუფლება, კანონების შეცვლა და ასე შემდეგ. რას აპირებთ, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ევროსაბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი არის ქართული ოცნების პოლიტიკა. ევროსაბჭოს სადამთავრებო დოკუმენტებთან შეუთავსებელი არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეს რეზოლუცია. ვინაიდან პირველი, რასაც ის არგოს, ეს არის ქვეყნების სუვერენიტეტს. სადაც არ არის ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარება, ეს აღარ არის უკვე ევროსაბჭოს ინსტიტუცია, რომელიც ევროსაბჭოს ძირითად პრინციპებს ეფუძნება, ასე რომ აქ ჩვენთვის ნათელია საბჭოთა მენტალიტეტის მქონე რეზოლუციები ჩვენთვის იმაზე ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე ის ქაღალდი, რომელზეც ის იბეჭდება. ანუ არაფრის შეცვლას და გათვალისწინებას არ აპირებთ. სუვერენიტეტის გაუქმებას არ ვაპირებთ. რა თქმა უნდა, საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმებას არ ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ზუსტად ამას ვკითხავ. ზუსტად ამას ვკითხავ, რომ გავაუქმოთ საქართველოს სუვერენიტეტი. იმიტომ რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია იყო 2024 წელს, რომელიც ცდილობდა მისი ხელმძღვანელი ბატონი ბულაი ცდილობდა ზეწოლას ეუთოს სამკვირვებლო მისიაზე, რომ შეეცვალათ ეუთოს ანგარიში. ანგარიში, რომელიც ეუთოს ჰქონდა გამზადებული დაკვირვების შემდეგ და როდესაც ერთობლივი ბრიფინგი უნდა გამართულიყო, ამ ბრიფინგამდე იყო ცდილობა, რომ პირადი ინდივიდუალური ზეწოლით ეძულებინათ ეუთო რომ შეეცვალა საკუთარი ანგარიში. და ბატონი ბულაი გახდათ პასეს დელეგაციის ხელმძღვანელი და წარმოვიდგინოთ რა რამდენად შეიძლება ვენდოთ და პასეს ანგარიშიც გვახსოვს ჩვენ მათი დელეგაციის იყო აბსოლუტურად ცრუ ანგარიში, რომელიც ბატონმა ბულაიმ შეადგინა და რომ წარმოვიდგინოთ რამდენად ცრუ შეიძლება იყოს ეს ადამიანი, გუშინდელ რეზოლუციაში ის იყო ავტორი ცვლილებისა, რომლითაც ითხოვდნენ, რომ ჩაწერილი იყო რეზოლუციაში, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. აი როცა ასეთ ადამიანთან გვაქვს საქმე, რომელიც ცდილობს გამოიყენოს საერთაშორისო ინსტიტუტები, იმისთვის, რომ სააკაშვილი გამოაცხადოს პოლიტპატიმრად, საქართველოს უკანასკნელი დიქტატორი, წამების სისტემის შემქმნელი, მათ შორის წამების სისტემის მათ შორის რაც აღიარებულია სტრასბურგის ევროსაბჭოს ინსტიტუციის სტრასბურგის სასამართლოს მიერ და ამ პოლიტიკური დოკუმენტებით, რომ წამების სისტემა ქონდა შექმნილი მიხეილ სააკაშვილს, აი ეს ადამიანი ამ ადამიანისგან რა ობიექტური დასკვნები და შეფასებები შეიძლება ველოდოთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ევროპასზე და ევროპარლამენტი ხედავთ თუ ერთმანეთისგან არ გასხვავდება, ეს არის ერთი და იგივე სახეები, პოლიტიკური ჯგუფები და ასე ვთქვათ, რომელიც ერთმანეთისგან იწერენ სხვადასხვა ტექსტებს. კიდევ ერთხელ საქართველოს სუვერენიტეტის დათმობას არ ვაპირებთ. ჩვენ ევროსაბჭოში შევედით 99 წელს იმ იმედით, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ყოფილიყო გაძლიერებული და დღეს ევროსაბჭოს ერთ-ერთი ინსტიტუცია პასე არის საქართველოს სუვერენიტეტზე ერთ-ერთი მთავარი თავდამსხმელი. ეს უნდა გავაცნობიეროთ. აი ამ სავალალო მდგომარეობაშია დღეს პასე. 99 წელს რომ შევედით ბატონ შალვა და ევროსაბჭოს წევრები რო ვართ, ელოდებით თუ არა, რომ ბოლოს შეიძლება საერთოდ გარიცხოს საქართველოს ევროსაბჭოდან თქვენი ამ პოლიტიკის გამო. მთავარი პრობლემაა ის კი არ არის საქართველოს და მთავარი პრობლემაა რომ ისინი საკუთარ თავს რიცხავენ აშორებენ იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელზეც დაფუძნებულია ევროსაბჭო. ამიტომ პრობლემა ჩვენ არ მონაწილეობთ, ჩვენ მით უმეტეს რომ ჩვენი ასამბლეა დიახ არ მონაწილეობს. დიახ. ჩვენი დელეგაცია სწორედ ამიტომ რომ საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებენ. პასე არ აღიარებს საქართველოს ქართული ხალხის სუვერენიტეტს. აი ის რა 9 აპრილი 99 წელი 90 წელი ჩვენი სისხლით და ბრძოლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას არ აღიარებს პასე.
და ის ვინც არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და საქართველოს დამოუკიდებლობას ჩვენ ასეთ ინსტიტუციასთან არანაირი ურთიერთობის რესურსი არ გვაქვს მანამ სადამ არ აღიარებს აიგებთ თუ არა რომ ჩვენი ქვეყანა შეიძლება თქვენი პოლიტიკის გამო ევროსაბჭოდან საერთოდ გავიცნოთ ასეში რომ საქართველოს დელეგაცია არ მონაწილეობს თქვენ ეს რამენერად იგრძენით თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ან თქვენად პარლამენტმა რამე იგრძნო რაიმე მოაკლდა ჩვენს არა თქვენი აზრით აი პასეში უკვე მე მგონი წელზე წელიწად ნახევარია ხომ რაც პასეში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია არ მონაწილეობს სწორედ იმიტომ რომ პასე არ აღიარებს ქართული ხალხის სუვერენიტეტს და საქართველოს დამოუკიდებლობას თქვენი აზრით აი თქვენ რამე დაგაკლდათ ჩვენ ქვეყანას რამე დააკლდათ რა მაგალითად რა რა დაგაკლდათ თქვენ რა დაგაკლდათ იმით რომ საქართველოს ქართველი ხალხის მოძულე ადამიანებთან არ აქვს საქართველოს პარლამენტს ყოველდღიური ურთიერთობა ჩვენთვის ეს ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს ორ რამეს ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს ორ რამეს და ქართულ ხალხს ჩვენთვის მანდატი მოცემული აქვს ორი მთავარი ამოცანისთვის ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს ხალხის კეთილდღეობის გაძლიერება და ამ ორ ამოცანას ვემსახურებით ჩვენ რომელი ინსტიტუციაც ამ ორ ამოცანას ხელს შეუწყობს იმ ინსტიტუციას ვეთანამშრომლებით რომელი ინსტიტუციაც ხელს არ შეუწყობს და პასე სწორედაც ხელს არ უწყობს ვინ ჩვენ სუვერენიტეტს არ აღიარებს ის არ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და სწორედ ამიტომ თქვი მე რომ პასე ევროპარლამენტი დღეს თავს უთანაბრებს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას და მეტიც კი თუკი რუსეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე პასე და ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს სრულ ტერიტორიაზე აი ეს არის მნიშვნელოვანი საკუთარ თავი გაუთანაბრეს საოკუპაციო პოლიტიკას. შავა და კონკრეტულად ვინც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს რუსეთზე მიდაკითხოთ, თქვენ ყოველ კვირაში განცხადებებს ბრიფინგზე აწყობთ და აკრიტიკებთ ევროპარლამენტის რეზოლუციებს და ასე შემდეგ. აგერ ანექსია მიმდინარეობს, ეხლა იცით რა ხდება ცხინვალში კანონული დანიშნეს, დაგლოები პუტინმა გადაიყვანა ურჩევლად და ახლა ის განცხადებებს აკეთებენ, რომ ყველაფერი ტერმინის და რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში ოფიციალურად გადავიდეს ცხინვალის რეგიონი. არის თუ არა თქვენი აზრით ეს ანექსია? აფასებთ თუ არა მას როგორც ანექსიურ პოლიტიკას და ისეთი თამამი და კრიტიკული რადომ არ ხართ რუსეთის ამ ანექსიური პოლიტიკის მიმართ, როგორც ევროკავშირის მიმართ? ჩვენ არათუ საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჩვენ არათუ კრიტიკული. ჩვენ ქართულმა ოცნებამ მივახციეთ, რომ სტრასბურგმა სასამართლო დოკუმენტით დაადგინა რუსეთის ეფექტური კონტროლი ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე. ეფექტური კონტროლი სამართლებრივი ენიდან პოლიტიკურში გადმოთარგმნოთ ნიშნავს ოკუპაციას. ასე რომ ჩვენ ქართულმა ოცნებამ და არა სააკაშვილის რეჟიმმა, რომელმაც სწორედაც რომ შესაძლებელი გახადა ოკუპაცია 2008 წელს ჩვენ ქართულმა ოცნებამ მივახციეთ იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო დოკუმენტით დადასტურებულია, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი ტერიტორია. ამიტომ ეს არის ჩვენი პოლიტიკა, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ერთის მხრივ და პოლიტიკური მექანიზმების გამოყენება, რაც გულისხმობს, რომ თავიდან ავიცილოთ სწორედაც ის რისკები, რომელიც უკავშირდება ანექსიას. ამ რისკებს იცინებთ თავიდან. საგარეო უწყება არაფერს არ ამბობს იმასთან დაკავშირებით, შეიძლება ეს გააკეთონ მართლაც. კონსტიტუცია შეცვალეს ადგილზე. ჩვენ გვიბიძგებდნენ, მათ შორის გარედან, როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ რუსეთთან ესკალაციას, თქვენი აზრით, ამ ესკალაციის შედეგი შესაძლოა თუ არა ყოფილიყო მათ შორის ანექსია ოკუპირებული ტერიტორიების. და რა თქმა უნდა, შესაძლოა ყოფილიყო. და ვინც კი ჩვენ ამას გვიბიძგებდა, რომ ესკალაციაზე წავსულიყავით რუსეთზე. ის ადამიანი ქართული ხალხის მეგობარია თუ მტერი. აი ასე შეხედეთ ამ ყველაფერს და მე გადაახვიეთ უკან, შეხედეთ ვინ იყვნენ ისინი, უცხოელები და ქართველები. ამ პარლამენტის შენობაში მათ შორის წინა მოწვევის დროს, ვინც გვიბიძგებდა ჩვენ
ესკალაციაზე, ეკონომიკურ ომზე რუსეთთან, რომელიც სამხედრო დაპირისპირებაშიც აუცილებლად გადაიზრდებოდა, თუკი ვინმე იცნობს საქართველოს უახლეს ისტორიას. მე ხავ დუმავ, როცა ვამბობ ამ ყველაფერზე, რას გულისხმობთ? არაფერს ამბობს და ორგვერდიანი დოკუმენტი რო წავუკითხეთ, ბრიფინგი ევროპარლამენტის წინააღმდეგ რუსეთთან დაკავშირებით რატომ არ მოაწყეთ ასეთი ბრიფინგი? მაგალითად, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთის ანექსიურ პოლიტიკაზე ერთი ბრიფინგი ყველა გამოწვევას აქვს სათანადო პასუხი და ინსტრუმენტი გამოიყენება. იქ სადაც საჭირო არის სიტყვით რეაგირება, არის სიტყვით რეაგირება, იქ სადაც საჭირო არის საქმით რეაგირება, არის საქმით რეაგირება, იქ სადაც საჭირო არის სამართლებრივი რეაგირება, სტრასბურგის გამოყენებით არის სამართლებრივი რეაგირება, ყველა ეს ინსტრუმენტი სათანადო დროს, სათანადო ასე ვთქვათ, აქტორის მიმართ გამოიყენება, სწორედ ამის შედეგი არის დღეს ის თუ სად არის საქართველო. ეკონომიკურად ყველაზე მზარდი ქვეყანა, პოლიტიკურად ყველაზე უსაფრთხოების ყველაზე დაცული ქვეყანა და პოლიტიკურად ყველაზე მყარი ქვეყანა რეგიონში. კარგი, დასვას კითხვა და მე უნდა ორი საკანონმდებლო ინიციატივა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, როგორც გამოწვევა მსოფლიოში, რამდენი მნიშვნელოვანი ამ საკანონმდებლო ინიციატივის გამო, დავისაუბროთ, ხედავთ ჩვენ რომ სოფლიოსთვის და ბევრი ქვეყნისთვის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად იმატებს უკანონო მიგრაციის პრობლემა. ამიტომ სხვათა შორის თუ შევხედავთ ჩვენ უკანონო მიგრაციის გამოწვევები რო არის საქართველოში, ეს ერთი მხრივ არის პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს სწორედ ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებებით, თუმცა მეორე მხრივ ეს არის ინდიკატორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების. იმიტომ ხდება მომხიბვლელი სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ ლეგალური თუ არალეგალური გზით საქართველომდე მოაღწიონ იმისთვის, რომ მიიღონ ის ეკონომიკური სიკეთეები, რომელთაც შეუძლიათ საქართველოში ისარგებლონ. ამიტომ ესეც ინდიკატორი არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების და უსაფრთხოების. საფრთხეების მქონე და ეკონომიკურად დაქცეულ ქვეყანაში არავინ არ მიდის არც ლეგალური და არც არალეგალური გზებით. ამიტომ ესეც ამის ინდიკატორი. რაც შეეხება კანონმდებლობას, სწორედ ამიტომ ჩვენ ეკონომიკურ ზრდის კვალდაკვალ იზრდება რისკები და ასე ვთქვათ ხიბლი იმის რომ ჩამოვიდნენ საქართველოში არალეგალური გზებით, მათ შორის სხვადასხვა შეფასებებით 20,000-მდე არალეგალური მიგრანტი არის საქართველოში. შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან სისტემურად უდგება ამ პრობლემას, გამოვლენას უკანონო მიგრანტებისა და მათ გაძევებას ქვეყნიდან და პარლამენტი მთავრობასთან კონსულტაციით სწორედ მუდმივად აკვირდება თუ რა სამართლებრივი მექანიზმები არის კიდე დამატებით საჭირო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და სწორედ ეს პროცესი არის და ჩვენ მივცეთ ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რათა ეფექტიანად შეძლონ ამ პრობლემის აღმოფხვრა. ერთი და გავა. ჯარიმების შემცირება სიჩქარის გადაჭრებასთან დაკავშირებით რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ჯარიმები ესეც არის დაკვირვების და ანალიზის შედეგი. ვიცით რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის საგზაო უსაფრთხოება და მნიშვნელოვანია მათ შორის რომ ძირითადი მიზეზები ავტოსაგზაო შემთხვევებისა იყოს აღმოფხვრილი, იმისთვის რომ შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევები, განსაკუთრებით, როდესაც ამ შემთხვევებს აქვს ლეტალური შედეგი. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის საწინააღმდეგოდ და რომელიც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ავტოსაგზაო შემთხვევების. ჯარიმები არის სანქციები, ასე ვთქვათ, გაზრდა არის ერთ-ერთი ესეთი მექანიზმი. ჩვენ გავზარდეთ რადიკალურად სანქციები მინიმალურ დარღვევებზეც. შემდეგ დააკვირდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგცა თუ არა ამან შედეგი. დიდი შედეგი არ მოგცა. რაც მოგცა იყო ის რომ მინიმალურ დარღვევების შემთხვევაში იყო მაღალი ფინანსური ტვირთი მოქალაქეებისთვის, ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ ამ ცვლილებით უფრო დიფერენცირებული მიდგომა, სადაც იქნება სამი, ასე ვთქვათ, კლასი დარღვევის, მინიმალური გადაჭარბება, მეტი გადაჭარბება, დიდად გადაჭარბებული და იქნება შესაბამისი სიჩქარის გადაჭარბების ადეკვატური სანქცია. და ნახოთ, ამასაც დავაკვირდებით, რა შედეგები იქნება, ეს მუდმივი პროცესი არის.
იმისთვის რომ ჩვენ მივახციოთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ბატონშავა გუშინების თვით აკრედიტაცია ჩამოართვეს ფორმულა ჟურნალისტ ნინი ბალანჩევაძეს და ეს მოხდა მას შემდეგ რაც თქვენ კიდევ ჩააპორებდით თქვენი ბრძანება ამ აკრედიტაციასთან დაკავშირებით. არაერთხელ ყოფილა ესეთი კომენტარები ეთერში, მაგრამ ამ კომენტარებში და ამ სიუჟეტში რა დაინახეთ ისეთი რომ აი რა დაიყო. ზოგიერთი დეპუტატი მაგალითად პასუხობდა კიდეც. უბრალოდ მარტივი უპირველეს ყოვლისა უპირველეს ყოვლისა რაც შეეხება აგიტაციის შეჩერებას ამ კონკრეტულ შემთხვევას არანაირი კავშირი არ აქვს წესების ცვლილებასთან ეს ძველი წესები რაც იყო აქამდე მოქმედებს 3 წელია რაც ეს წესები მოქმედებს ზუსტად იმ წესების მიხედვით არის და არის მარტივი საკითხი თუ მარტივი საკითხია საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის მსურველმა უნდა დააკმაყოფილოს უნდა დაიცვას ის წესები რომელიც დადგენილი აქვს საქართველოს პარლამენტს მედია იმყოფება საქართველოს პარლამენტში ადმინისტრაციულ შენობაში რომელსაც აქვს თავისი წესები ვინც არის მზად რომ ამ წესებით იმუშაოს მას აქვს შესაძლებლობა მუშაობს ვინც არ არის მზად რომ ამ წესებით და საკუთარი წესებით იმუშაოს იმას შეუძლია მას არ მიეცემა ამის შესაძლებლობა ამიტომ სწორედ ეს იყო რომ როდესაც არის ნუ ეხლა უყურეთ პრობლემა ნუ ეხლა თქვენ გუშინდელი სასწრაფოს არ იყოს თუ გინდათ ხალხ სასამართლო პროცესის გამართვა და ადვოკატი იყოთ შეგვიძლია ჩამოვიტანოთ ჩემი ჩაკუჩი და განსაჯვეთ ეს საკითხი მით უმეტეს რომ გუშინ ასევე სოციალურ ქსელში ნახეთ ვიდეოები სადაც ეს ჟურნალისტი როგორ ყელყელაობდა მის მიერ დადებული ვიდეოთი მანამდე როგორ ემზადებოდა რომ დადევნებოდა დეპუტატებს აი ასეთი მიდგომა მას საჯარო ასეთი საჯარო აგდებული დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის და პარლამენტის წევრების მიმართ ხალხის არჩეულების მიმართ არა ეს უბრალოდ ადასტურებს იმას რომ ეს შემთხვევითი მოვლენა კი არ იყო ეს იყო განზრახული დაგეგმილი პროცესი არა ეს არის განზრახი მიდგომა როდესაც დეპუტატის სურვილის საწინააღმდეგოდ არის მცდელობა მასთან ინტერვიუს ასე რომ კიდევ ერთხელ ვინც წესებით მოქმედებს მას აქვს სრული შესაძლებლობა და მე სტატისტიკა არაერთხელ მithქვამს რომ ათობით 1000 ამ 3 წლის განმავლობაში 30000 შემოსვლა იყო თუ არ ვთქვი ჟურნალისტების და სულ არის რამდენიმე ათეული შემთხვევა შინ არის ამნიშნულობა აქვს წესებთან შინ არის ამნიშნულობა თქვენ შუქნიშანზე წითელზე რო გადიხართ ამ დროს რუსეთზე ცუდ წამოვთ ამ დროს არ უნდა დაჯარიმდეთ და თუ რა ხდება არასოდეს წესია ვინც წესის მიხედვით მოქმედებს მისთვის არის სრული შესაძლებლობა იმუშაოს საქართველოს პარლამენტში ხედავთ რომ ევროპარლამენტთან შედარებით გვაქვს ძალიან ლოიალური და მობიელი პოლიტიკა არა უყურეთ ევროპარლამენტში მსგავსი ქმედების გამო მთლიან ტელევიზიას აუგზავნეს 1 წლის განმავლობაში ასე რომ მათ შორის პარლამენტს შეეძლო ამ შემთხვევაში მთლიან ტელევიზიისთვისაც შეეზღუდა აკრედიტაცია, მაგრამ ევროპარლამენტისგან განსხვავებით საქართველოს პარლამენტი უფრო დემოკრატიული და მობიელი არის.